არასოდეს არ წახვიდე კურორტზე. არასოდეს სამუშაოდ გეუბნებით რომ დასასვენებლად წადი რამდენი წგიდა. გონიოში ვართ ეხლა ჩამოვედით. და როგორია ეხლა შენ მუშაობ აკეთებ ესეთ რაღაცებს კამერამ ვაჩვენოთ. და ხალხი აგივლიან, ჩაგივლიან, გაივლიან, პლიაზე გამოივლიან. შენ იმის საშუალება არ გაქვს რომ დაისვენო, იმიტომ რომ საქმე გასაკეთებელი. მოვაწყეთ ეს კედელი დამერწმუნებით ძალიან ლამაზი არის. ასევე ჩავსვით დეკორებში კედლები გავაკეთეთ ესეთი პატარა საძინებელი, საძინებელში გვაქვს სენსორული განათება, წკაპ. ავათოთ. ნუ სადაც ტრილიაჟი და კამოდი გავაერთიანეთ, ასევე ჩავდგით საწოლი. გავაკეთეთ კიდე რა გავაკეთეთ? ძალიან მაგარი შემოსასვლელის კარადა. ესეც რა თქმა უნდა ჩავსვით განათებებში. როგორც ექთაროებია განათებული. ნახე, სენსორი აქედან გვაქვს დაყენებული, ყველაზე მოსახერხებელი ესე იყო. კამერამენ ეს განათებაც ვაჩვენოთ, აი აქ როგორ აქვს, რავი, რამდენად კარგად გამოჩნდება. ჩასმული. აი თვითონ იქ ვიძახი დასაჯდომ სივრცეში. ასევე ამ ლამაზ სახში გავაკეთეთ სამზარეულო. რომელიც პატარაა, მაგრამ გამოვიდა ძალიან კომფორტული. ყველაფერი დავტიეთ აბსოლუტურად. დავიწყებ იქიდან რომ ჩავაშენეთ მაცივარი. გვაქვს ნიჟარა, სარეცხის მანქანა შევმალეთ. ისე რომ უცხო ადამიანი ვერაფერს გაიგებს. აქაც რა თქმა უნდა სენსორული განათებები და ნუ შემდეგში კედელზე პანელია და სამონტაჟებელი და ამას დაამონტაჟებს. ჩვენი კლიენტი ვერ მოასწრო მოტანა. აქეთ ოთახში ძალიან მაგარი საძინებელი გამოგვივიდა, მაგრამ განათება არა გვაქვს და აი ჩემი ფანარის საშუალებით გაჩვენებთ რა. ნახე, აი ესეთი ვარიანტი მოვაწყეთ რა. თლიანად კედელი შევავსეთ, დაბლა გავაკეთეთ დარბილებები, თლიანად შევსებული და ზედა ნაწილში ხისფერი, ღია ნაცრისფერში გავაწყეთ თლიანი კედელი. ასევე ჩავსვით კარადა სლაიდ კარზე. რომ ეხლა ეს რატო ვიღებ ახლა ამას? თქვენთვის კი არ ვიღებ კაცო, ჩემმა კლიენტმა მთხოვა რომ გადაიღეო, რომ ვნახო როგორი გამოვიდაო რა და ბარემ ჩავაგდებ რა. და ყველამ ნახოს საშარვლე. იმედია მოეწონება ჩვენი ნამუშევარი. აქ გვაქვს საკიდები. მაღლა ანტრესოლი, რა ვფიქრობ ამის ახდა მაინც და მაინც საჭირო არ არის. აქ მოეწყო ტრილიაჟი. და რავი, სხვა რა შემიძლია გითხრათ. აქ არის ერთი უცნაურობა კიდე რა. ვინაც ბოლომდე არ უყურებთ, ძალიან ინანებთ. შეიძლება ბატონი ნიკოლოზეც გამებრაზდეს, მაგრამ აქ გვაქვს ეს უცნაურობა, ნახე. ძალიან მაგარია რა. აი ეს სტილი. აი მე მაგალითად ძალიან მომწონს და დავტოვებდი აი ესე, იმიტომ რომ არ გინდა ეხლა ესეთი ჩამობურცვა გააკეთო, ნახე რა მაგარია просто. მე ძალიან მომწონს ერთ სიტყვით და ამას აი როგორც ასეთი დიზაინში დიზაინერებსაც გირჩევთ რა. გამოიყენეთ ჩასვით, ძალიან მაგარია. უბრალოდ ერთი 30 ლიტრი წყალი ჩაასხი გასაჭიმჭერში და ეგ არის. გექნება აი ესეთი ნახე, აი ძალიან მაგარი რაღაცა არის რა. დედას გეცემი 3 დღე ამას უყურებ და არ ვიცი. მაგრამ ერთსაც დავამატებ რა. აი ახლა მოვჭი მუშაობას. რომელი საათია? 4 საათი ხდება. 3 დღეა ვმუშაობ რა და ხო უკვე უნდა გავიგეს რა წავიდე, მაგრამ ვზივარ და უყურებ, იმიტომ რომ იმდენად მომეწონა, კაი გამოვიდა, ძალიან მაგარი გამოვიდა კამერა მთლიანობაში. აი ეს კრუგი დავარტყათ, შემოვატავ, ნახე. აი პროსტა რა ლამაზი გამოვიდა. აი ეს სლაიდი კარიც ძალიან მაგარი რაღაცა გამოვიდა. ეს ჩვენი გაკეთებული არ არის, მაგრამ თვითონ აი სტილში და დიზაინში როცა გინდა რომ პატარა ესეთი რაღაცა ოთახი გქონდეს და განათებაც აიღო, ძალიან მაგარია. ნუ ეს არის რა. მადლობა.
ყველას მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს და ძალიან მაგარ კომენტარებს მიწერენ ხოლმე და აი ვინც ახლა რა ყველას დიდი მადლობა. იმიტომ რომ გძნობთ თქვენგან იმას რომ მხარდაჭერას რა დიდი მხარდაჭერა მჭირდება, მაგრამ კარგია რა, როცა იცი რომ შენი ნამუშევარი მოსტონთ ხალხს და სულ ყველას ვეკითხები, აბა რა ხდება რა, ცოტა ხუმრობ ხოლმე და მოგწო, ნუ ყველას მოსწონს, რა ვიცი. 1-2 ჩათლახი ადამიანი არის, რომელმაც და მაგათ არასოდეს ყველას გაგიმარჯოთ რა, მადლობა.